ღვთისმიერ ძვირფასო ძმებო და დედო, სახელითა მამისათა, დათისათა, დასულისა, წმინდისათა, ჩვენთან არც ღმერთი. დალოცვილად და ჯანმრთელად გამყოფოთ უფალმა მრავალსა წელსა. სიკეთე, სიხარული, მშვიდობა, სულიერი და ხორციელი სიჯანსაღი არ მოკლებოდეს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ოჯახებს, მთელს ჩვენ ერთობას და მთელ საქრისტიანოს. არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გითხრათ დიდი მადლობა ყველა იმ თანადგომისთვის, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში თქვენგან გამოვცადე და მივიდე. ყოველთვის ვძნობ ამ პატივისცემას და ამ სიკეთეს და ღმერთმა შემაძლებინოს მეც, რომ ყოველთვის დამადგინა რა უფალმა თქვენ მსახურად, ღირსეულად გემსახუროთ. დაგლოცოთ, დაგიფაროთ და მშვიდობა იმრავლოთ ღმერთი. ყველას ახარებას გისურვებთ და მადლობას და ჯანმრთელობას. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ერთის მხრივ დაძაბულია, ეს როგორც წესი ადამიანებს ვახასიათებს ხოლმე უკიდურესობები. ადრეც მომიყოლია, ეხლაც გავიმეორებ. არის რაღაცა სტაბილური, ზომიერი, ოქროს შუალედი, რომელიც ყველაზე მეტად არის მოსაფრთხილებელი, რომელიც არის საზომი ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების. სახარებაში საერთოდ პარალელებს და ძალიან წმინდა წერილში, ბიბლიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სწავლა მოძღვრებისთვის და ჩვენი მრწამსისთვის კი წმინდა წერილის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფასი აქვს. წმინდა წერილში გვხვდება ერთი ადგილი, უძღები ძის ამბავი, სადაც ნათქვამია, რომ უძღებმა ძემ მიატოვა ახკარი მამისეული, წაიღო ქონება, გაფლანგა, მივიდა იმ დონეზე, რომ ვიღაცების მოსამსახურედ იქცა და ღორების საჭმელი ენატრებოდა და მოეგო გონებაზე და დაფიქრდა. გონზე მოგებული, რომ მამა ჩემის სახლში მოსამსახურეებიც კი ჩემზე უკეთესად ცხოვრობენ. და წამოვიდა უკან და თქვა, რომ სცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა მამაო. ანუ დავარღვიე ზეციური კანონი, დავარღვიე ღვთის კანონი და შენ წინაშე კიდე ადამიანურად ძალიან შემეშალა. და მამა აღადგენს მას ძველ პატივში. მაგრამ მთავარი ეხლა აქ არის, რომ მოეგო გონებაზე. მეორეგან ზუსტად იგივე სიტყვები გვხვდება მაშინ, როცა პეტრე მოციქულს საპყრობილიდან ჯაჭვებით შეკრულს და 4 მცველით დაცულს ათავისუფლებს ანგელოზს, რომელიც მივა ფეხს მიკრავს და ისე გააღვიძებს პეტრეს, რომელიც ჩაძინებულია საოცარ სიმშვიდეს ავლენს და წამოიყვანს ეს ანგელოზი, ჯერ ბორკილები დაცვივდება, მერე საკნის კარი გაეღება, მერე ციხის კარი გაეღება პეტრეს, მერე გაატარებს ეს ანგელოზი და იერუსალიმის კარი გაიღება, ერთ-ერთი კარიბჭე და როცა შეიყვანს ქალაქში, განეშორება ეს ანგელოზი, მერე პეტრე მიხვდება რაღაც მივა იქ ქრისტიანები სადაც არიან შეკრებილი, მის სახელზე ლოცულობენ, ვიღაცა ქალი სახელად როდე გაუღებს მას კარს, ეთქვის, რომ ესე მშვიდობით ვარ, არც კი შევალ სახლში და წავა და სხვაგან გააღწევს, ასე ვთქვათ, ამ დევნას და საფრთხეს თავს, მაგრამ მთავარი რა არის, როცა ანგელოზმა შეიყვანა ის მესამე თუ მეოთხე კარიც გაუღო, შეიყვანა იერუსალიმში, კიდე იგივე სიტყვები წერია, რომ პეტრე მოეგო გონზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ აი არსებობს რაღაცა ოქროს შუალედი, აი ამ ქვეყნიური ადეკვატურობა, ლოგიკურობა და არსებობს, თქვა, დაცემული მდგომარეობა აქედან უძღები ძისა, რომელიც გონზე რომ მოვიდა, ამოვიდა ფაქტობრივად მაღლა და არსებობს ამაღლებული მდგომარეობა. როდესაც ანგელოზთან ერთად იყო პეტრე მოციქული და საერთოდ ვეღარ გრძნობდა ამ ქვეყნიურს ვერც საფრთხეს, ვერც იმას, ვერც ვერაფერს, მისთვის ეს ყველაფერი სიზმარივით იყო უკვე თითქოს და ამ დროს ისიც მოეგო გონზე, ანუ დაბრუნდა ისევ აქ საჩვენოდ. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ღირსეული, ჯეროვანი, მოდი ესე ვთქვათ, ადგილი. ძალიან ხშირად ადამიანები რატო ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით, ძალიან ძნელია ხოლმე ამისი ახსნა. დღეს უამრავი ადამიანი იქცევა ძალიან ურთიერთსაპირისპირო. არადა ვიცით ჩვენ, არც ყველაფერი იწყება აღიარებას. ჩვენ ახსარებას ამიტომ ვამბობთ. ახსარება ესაა
სიტყვა სიტყვით ძველქართულად აღსარება ახალქართულად აღიარებას ნიშნავს. ანუ საკუთარი მდგომარეობის შეფასებას. და რაც უფრო ხშირად ახდენს ხოლმე ადამიანი საკუთარი თავის შეფასებას, თვითკრიტიკას, აღწერას, მით უფრო რა თქმა უნდა იგი ყოველთვის ცოცხალია. ჩვენ კი არა, აგერ ტელეფონი რო გაახლებას გაიკეთებს ხოლმე უკაცრავად ის მოწესრიგდება ხოლმე და ადამიანი რო გაიკეთებს ამ იმას, რა ქვია, გადახედვას თავისთავისას. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც თქვა ყოველკვირა ამოწმებს თავის თავს, საით წავედი, როგორ წავედი და ფორმაშია და ადამიანი, რომელიც რა ვიცი, ბოლო თქვა 5 წლის, 10 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაკვირვებია საკუთარ თავს, რომ როგორი ადამიანი ვარ მე. ეს ყველა ურთიერთობაში საჭიროა. აი ცოლქმრობა რო იქნება, ხო? რა არის სწორი ერთმანეთს უჩხიკინოს ცოლქმარმა თქვათ, რომ როგორი ქმარი მყავს მე თუ როგორი ცოლი მყავს მე თუ თავის თავს შეხედოს. მე როგორი ქმარი ვარ, მე როგორი ცოლი ვარ, მე როგორი დედა ვარ, მე როგორი მამა ვარ, მე როგორი შვილი ვარ. თუ ყოველთვის სხვა ჩხრიკო. ეს იმას ანიშნავს, რომ სხვას არ შეხედო და რაღაცა ერთობაში არ დაინახო ეს ყველაფერი, მაგრამ ამოსავალი და დასაწყისი და პირველი საპასუხისმგებლო, რა თქმა უნდა, არის ყველასთვის საკუთარი თავი და საკუთარი პიროვნული, ასე ვთქვათ, პოზიცია ღვთის წინაშე და მარადისობის წინაშე. ამიტომ დღეს ერთი და იგივე საფრთხესთან მიმართებაში ხშირად ძალიან ურთიერთსაპირისპირო რეაქციები აქვს ხოლმე ადამიანებს. არადა ჩვენ ქრისტიანები ვართ და გვწამს და ვაღიარებთ ქრისტიანთა შორის უგამორჩეულესი პავლე მოციქულის სიტყვებს. იოანე ოქროპირი მის შესახებ ბრძანებს, რომ ეს იყო ის იდეალური ქრისტიანი, რომლის მსგავსიც ალბათ მეორედ მოსვლამდე აღარ იქნება. არ ვიცით იქნება თუ არა, მაგრამ საოცარი იყო მართლაც და განსაკუთრებული პავლეს ნებისმიერი მოციქულის, მაგრამ მით უმეტეს აი მაცხოვრის აღდგომის მერე გამორჩეული ამ მოციქულის ღვაწლი. და პავლე რას ამბობს? პავლე თვითონ ამბობს და აღიარებს, რომ ჩემში არისო ცოდვის ფესვი. ყოველ ადამიანში არის რაღაცა ცოდვა და ამბობს პავლე, რომ რაც არ მინდა იმას ვაკეთებო და რაც მინდა იმას არ ვაკეთებო. და ხშირად ხდება ხოლმე ეს, რამდენ ჩვენგანს, ალბათ ყოველ ჩვენგანს უთქვამს, რომ აი საერთოდ არ მინდოდა და რაღაცა იქ გავბრაზდი, რაღაცა ზედმეტი ვჭამე, რაღაცა ზედმეტი თქვი, ან პირიქით მინდოდა რაღაცა და ის ვერ იმას ვერ მოვაკითავი, ამასაც სულ მინდა და ვერ ვაკეთებ. ანუ ხედავთ ჩვენ როგორ ხევს უკან სხვადასხვაგვარი ჩვენი ცოდვიანი მიდრეკილება თუ ნება და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენი სულიერი ცხოვრების და საერთოდ სიმყარე საფუძველი ეს რასაც ვეღრმობთ, ეს არის აღიარება საკუთარი ცოდვილობისა, აღიარება ხშირ შემთხვევაში საკუთარი აი მგლურებისა, თუმცა ადამიანი იმავდროულად საოცრად ძლიერი არსება და აღიარება იმისა, რაც უფალმა გითხრა, რომ ჩემ გარეშე თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ. უფალთან ერთად უკვე ძალიან ბევრის მოხერხება შეიძლება. ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება. ხშირად არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ როგორც უფალს უნდა იყოს და ინებოს უფალმა ასე. ამიტომ დღეს აი ამ არეულობის დროს, აგერ უამრავი ადამიანი მოდის და ერთი და იგივე მოვლენა ხდება და უცებ ორ სხვადასხვა მხარეს თუ 10 სხვადასხვა მხარეს დგებიან ადამიანები. ერთი იძახის, რომ არ იქა გვეშველა და ახალი ცხოვრება იწყება და დალაგდება ახლა მსოფლიო. მეორე იძახის, რომ პირიქით აწია, როდის რა დალაგდება, ჩვენ აღარაფერი გვეშველება, როდის ჩვენ რას მოვესწრებით და ასე შემდეგ. არადა მოვლენა ერთი და იგივე ხდება. ეს ისეა, ალბათ ვინმე ადამიანს რომ უთხრა, ორ ადამიანს რომ უთხრა, აი დღეს შენი ბოლო დღეა. ერთი ადამიანი წავა, ჩამოივლის ადამიანებს, ვალებს გადაიხდის, ბოდიშებს მოიხდის. ბოლო დღეა ჩემი ხალხო და ცუდად არ მომიგონოთო იტყვის და მეორე ადამიანი წავა და შეიძლება რაფერი ცხოვრება არ უქნია და უკადრია იმ ბოლო დღეს თავზე დაინახოს ყველაფერი. არ იქა ბოლო დღე მაქვს და უნდა მოვასწრო თუ რამე დამჭა გასასინჯი ამ წუთი სოფელში. განწყობაზეა ეს ხშირად ხალხი. გულზეა, რაც გულში აქ ადამიანს, რაც სულში აქ ადამიანს, ის გამოდის მერე გარეთ. ამიტომაც ჩვენ თავარია რომ აი ეს შინაგანი სწორი ღირებულებები და მოწესრიგებულობა შევინარჩუნოთ და გაუფრთხილდეთ და შევიძინოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენ საკუთარ თავში. ამისათვის მნიშვნელოვანია სწორი ღირებულებებით ცხოვრება. წინა კვირასაც ვთქვი,
და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. მით უმეტეს დღეს, როცა წინაკვირიდან მოყოლებული კიდევ უფრო მეტად დაიძაბა ყველაფერი. ხო, მსოფლიოში და ჩვენ სამეზობლოში. ჯერ ისედაც ადამიანს რომ საერთოდ სადმე და მით უმეტეს თავის სამეზობლოში ომი და არეულობა უხარია, მოწონს, ეს უკვე მის რაღაც არასიჯანსაღეს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში ქრისტიანულად აბსოლუტურად არაჯანსაღია ადამიანი, რომელსაც უხარია ღმერთისგან მოცემული სიცოცხლის შეწყვეტა, ნებისმიერი სახით და ნებისმიერი ფორმით. ამიტომაც ეს უბედურება, რაც ეხლა ხდება, ეს ჩვენ პირდაპირ შეგვეხება ღმერთმა დაგვიფაროს, ირიბად შეგვეხება ღმერთმა დაგვიფაროს, თუ როგორ იქნება ამას რო გამოაჩენს, ერთი ღმერთმა იცის, ვერავინ ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს, მაგრამ ავადმყოფმა თავის პრობლემას, თავის დაავადებას, თავის მდგომარეობას უნდა მიხედოს. ჩვენ სარკეში ჩავიხედოთ ხალხო, რას გვგავართ. ჩვენ ჩავიხედოთ, რომ ხშირად მართლა მე მგონი თვითონ ის ერთმანეთთან მებრძოლი მხარეები არ არიან ისე გადაკიდებული ერთმანეთზე, როგორც ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ავართ არაფერ შუაში ამ შემთხვევაში. და აქ არ ვიცი იმათ სახელზე თუ რატო ერთმანეთს ვართ, რა ვიცი, ყელში ჩაფრენილები, ვახჩობთ, გუდავთ, ლანძღავთ, ვიღაცა ერთ მხარეზეა, ვიღაცა მეორე მხარეზეა. ვიღაცა თქვათ იქ რუსეთის თუ უკრაინის თუ ისრაელის თუ ირანის თუ პაკისტანის თუ რა ვიცი მე რომელი ვინ მხარეზეა კაცი ვერ გაიგებს. ამ დროს არსებობს ხალხო ერთადერთი მხარე, ის შენი პასუხისგებლობა, რომელიც ღმერთმა დაგაკისრა, ის შენი რეალობა, რომელშიც ხარ და ის სადაც რეალურად შეგიძლია რაღაცა გააკეთო. სადაც ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია შევცვალოთ, იმათთვის შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ, მხოლოდ გამოცდილება გავითვალისწინოთ, აწი ჩვენს იგივე არ დაგვემართოს, რაღაცა იგივე არ მოხდეს და ასე შემდეგ. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ იმას, რაც შეგვიძლია. ხიბლი ხალხო არ ვახსენებ ხოლმე ხშირად, მაგრამ ძალიან კაცრი შეფასება აქვს ყველა წმინდა მამისაგან ამ ვნებას. ხიბლი მეტი კი არაფერია, რეალობის არაადეკვატურად, არასწორად აღკვნა. ანუ როცა შენ რაღაცა არასწორ მიზნებს დასდებ, ეშმაკს მეტი რა უნდა, არასწორ მიზანს უნდა გამოგაკეთოს, არასწორ საქმეებზე უნდა გადევნინოს მთელი ცხოვრება, რომელიც ერთხელ და განუმეორებლად გააქვს მოცემული და მთელი შენი ეს დრო, მთელი შენი ეს ენერგია უნდა შეალიო რაღაცა ქარის ცისქვილების დევნას. უნდა შეალიო კაცმა არ იცის რაც. ამ დროს აგერ ცხვირ წინ დაგჩება უამრავი საქმე მისახება. ჯვარი ყველას გვწერია, მეტი კი არაფერია, სკოლაში ყველა მისწავლეთ თეიმურას ხელისთავის ამბავი. მეტი კი არაფერია ის, რაღაც სოფლიო ამბებს გამოკიდებული და სახში არც კი მოუკითხავს რა ხდება. ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა დაიფაროს ყველა, ერსაც არ უსურვებ ამას, ხო? ამიტომაც ჩვენს ხალხო დავფიქრეთ, რას ვაკეთებთ? ჩვენ იმ ხალხს თავის პრობლემები აქვს და ღმერთმა დაამშვიდოს და ღმერთმა დაალაგოს ისინიც და მთელი მსოფლიო. ქრისტიანს მხოლოდ ეს პოზიცია შეიძლება ჰქონდეს. სიმშვიდისა და შერიგებისა და ერთობის, თანამშრომლობისა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი უბედურებაც, ყველაზე დიდი ომიც ბოლოს მაინც შერიგებით მთავრდება. მაინც მოლაპარაკებით მთავრდება, მაინც რაღაცა გადაწყობით მთავრდება. ამიტომაც მოდით რა, ცოტა შორს გავიხედოთ და პირდაპირ იქ მივიდეთ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ. აუცილებელია რომ ეს ყველაფერი დაგემართოს? არ არის აუცილებელი. ამიტომაც დავფიქრდეთ, ჩვენი ავადმყოფობა რა გვაქვს. ჩვენი თავის ანალიზი გავაკეთეთ. ჩვენი ანალიზი ეს არის, რომ საოცრად მეტი ჩარა ხალხი ვართ. საოცრად გვიყვარს არასწორ პასუხისმგებლობებთან და მოვალეობებთან შეჭიდება, ხიბლი. იგივე გვემართება, რის გამოც საერთოდ მთლიანად ადამიანებმა, კაცობრიობამ 64 დაკარგა. 64-ში რა მოხდა, გაიხსენეთ, როდესაც საიდან დაიწყო ჩვენი დაცემა. როდესაც გველი დაელაპარაკა ევას და კითხა, ასე იწყება ხოლმე ყოველთვის. რა გითხრათ ღმერთმა? ევა ეუბნება, აი ამ ხეს, რომელსაც აქვს შუაში დარგო ღმერთმა,
არც მისი ნაყოფი უნდა ვჭამოთ და არც უნდა შევეხოთ. არც არ ჩანს ბიბლიაში, არ ჩანს ბიბლიაში. ღმერთმა სადვე თქვა, ამ ხეს არ შეეხო. თითქოს იმაზე მეტი თქვა და გააკეთა ევამ, რაც ღმერთმა დაავალა, უფრო გულმოდგინება გამოიჩინა თითქოს. რაც ღმერთს არ დაუვალებია, ისიც ზემოდან დაამატა. არც კი შეეხოთო ღმერთმა გვითხრა. არ უთქვამს ღმერთს არ დაუვალებია, რატო იგონებ? და აქ გამოჩნდა სწორედ მისი არასწორი, არაჯანსაღი, არადაბალანსებული დამოკიდებულება მცნებისა. და აქედან დაიწყო სწორედ მისი დაცემა, როდესაც დაიჭირა ეს ხიბლი, ანუ არასწორი ხედვა ბოროტმა, უთხრა რომ თლათ ეგრე არ არის, ისე იქნებით, ასე იქნებით, შეჭამა თვითონ, აჭამა თავის ადამს და მას მერე ქევართ აგერ როგორც ვართ. და ვცდილობთ რომ ის ჩვენი ზეციური სამშობლო დავიბრუნოთ, რომელიც მხოლოდ წარმოუდგენელმა გონებამიუწვდომელმა და ჯერაც ბოლომდე და ალბათ სამარადისოდ ბოლომდე აღუქმელმა მსხვერპლმა ქრისტე მაცხოვრის ჯვარცმამ განკაცებული ღმერთის ჩვენთვის თავდადებამ თუ გახადა შესაძლებელი. მეტი ეს ვერაფერმა ვერ შეძლო და ვერ შეძლებდა და ვერ შეძლებს. ამიტომ ჩვენ ხალხო ქრისტიანებს ცენტრად, ორიენტირად ქრისტე უნდა გვქონდეს. ჩვენ თავზე მოთარგმნილი მისი მცნებები კი არა, მასზე მსგავსებულები უნდა ვიყოთ ჩვენ. ჩვენ გვქვია ქრისტიანები, მას კი არ ქვია, რომელიღაცა ჩვენგანის სახელი, ლევანი იქნება, კახაბერი იქნება, ზვიადი იქნება, გოჩა იქნება, თამარი იქნება, ნუნუ იქნება თუ ზეინაბი იქნება. ჩვენ გვქვია ქრისტიანები. ჩვენ უნდა დავემსგავსოთ მას. და ჩვენ უნდა გავიაზროთ სწორად ყოველი მცნება, რომელიც მან მოგწა. დღეს ჩვენი მცნება ეს არის, რომ ვიღაცეები რომ ჩხუბობენ, აქ ჩვენ არ უნდა ვიჩხუბოთ. აქ ჩვენ შეიძლება რაღაცაზე მით უმეტეს მსჯელობა სხვა არის. ჩხუბი სხვა არის. ფიქრი სხვა არის, ნერვიულობა სხვა. ჩვენ ამ ყველაფერს რო ერთმანეთში აურევთ ხოლმე, აი ამის შედეგია მე ეს ჩვენი დაუმშვიდებელი და დაულაგებელი ყოველდღიურობა. და მე როცა ადამიანი ამ თავის ძალას და ენერგიას უკვე რაღაცაზე დახარჯავს, მე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მას თავი აღარ აქვს გაუძლოს მართლა საქმეს. ეშმაკს ეს უნდა დაღალოს ადამიანი. დაღალოს რაც შეიძლება ბევრნაირად, იმ საფიქრალზე, ამ საფიქრალზე და მე მართლა საფიქრალი რო იქნება რაღაც, იმის თავი აღარ გქონდეს. მაგრამ არ შეგვეშინდეს ერთ პატერიკსაც მოვყვები და ამითი დავასრულებ. ერთი მამის ისტორიაა, რომელიც რამოდენიმე კრებულშია ძველი პატერიკებისა აღწერილი, რომ ძალიან გულმოდგინე მოღვაწე ყოფილა ეს კაცი, სასულიერო პირი ყოფილა, მუდელ მონაზონი და მას რაღაცა მომენტში ძალიან დაეწყო ბრძოლა, მრუშული ბრძოლა. აი სიძვის ფიქრები მოკლედ ეძალებოდა და არც ნებდება ეს კაცი, არც არის ესეთი განწყობის, არ არის ესეთი სულის, არ არის ესეთი აღზრდის, ესეთი მრწამსის, მაგრამ ნუ არ ეშვება რა. აი არ ეშვება. და ეს კაცი წესიერი კაცია, მართლა აი წესიერება უნდა, მსახურება უნდა, არ უნდა, მაგრამ იმდენად არ ეშვება ეს ფიქრები, რომ დაიღალ ადამიანი ერთი და ორი დღე კი არა, ებრძვის, აი აღარ შეუძლია. გადაიწვა კაცი. და იმდენად გადაღლილია, რომ იოანე რქმევია და იოანე ნათლისმცემელს შეევედრა თურმე, რომ შენ ხარო ყველა მონაზვნის, ყველა მოღვაწის, მეუდაბნოის, ქალწულის და შემდეგ სახე. შენ ხარო ფარველი ყველა ჭეშმარიტი ქრისტესადმი, ჭეშმარიტი მესიისადმი თავდადებული ადამიანის. იმიტომ რომ იოანემ მართლაც თავიც დადო. თავი მოკვეთეს მას, როგორც წინამორბედს და წინასწარმეტყველს და მაცნეს და ათლისმცემელს ქრისტესას. და შემეწიეო, ხო იოანე ხარ, ხო ჩემი მფარველი ხარ, შემეწიე რომ ან აი ეს ფიქრები მომშორდეს, რომ აღარ შემიძლია, მართლა დავეცემე, მართლა რაღაცაში გავეხვევი. ან არა და მოუკვდეო, იმიტომ რომ არ მინდა მართლა რომ ეს მომივიდეს. და ნახეთ როგორი ესეთი
იობისავით რთული გზა გამოუჩნდა ამ კაცს. იმდენად გულით მართლა და გულწრფელად ითხოვდა, როგორც ჩანს ამ თავის სათხოვარს, რომ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი თვითონ და უთხრა, რომ მე შევევედრებიო უფალს და შენ ეს ბრძოლა მოხშორდებაო დღეიდან. შენ აღარ გიქნება ეს ბრძოლა და ეს ეშმაკი შენ აღარ მოგეკარებია. ეს არის მართლა რეალური ბრძოლა, თორე ადამიანებმა გამოგონებაც ბევრი ვიცით ხოლმე, აგერ ერთი ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ლობიანის ეშმაკი ებრძვის. რომ ლობიანი უყვარს ძალიან და მარხვაშიო ლობიანის ეშმაკი მებრძვის. ლობიანის ეშმაკი არ ვიცი, მაგრამ ესეთი ეშმაკი ნამდვილად არსებობს და ძალიან ეძალება და იოანემ უთხრა, რომ მე დღესღამე შევევედრებიო უფალს და დღესღამე მოგშორდებაო შენ ყველანაირი ეს ბრძოლა დღეიდანვე. მაგრამ შენ დაკარგავო მოწამის გვირგვინს და აირჩიებ შენ გადაწყვიტე როგორ მოვიცე. აი მოწამის გვირგვინი, ანუ მოწამეობა რა არის? მოწამეობა არის სიკვდილი ქრისტესთვის. თავის დადება, სისხლის დათხოვა ქრისტესთვის. და ამ დროს იოანე ეუბნება, შენ კი ცოცხალი ხარ, შენ კი არავინ არ გკლავს, თითსაც არავინ არ გაკარებს, მაგრამ იმდენად დიდია ის შენი შინაგანი ტანჯვა და ბრძოლა, რომელშიც შენ ჩაბმული ხარ ეშმაკთა ემზეწოლის გამო, რომ შენ ფაქტობრივად მოწამეებთან ხარ გატოლებული უკვე ცოცხალი კაცი. და შენ აირჩიო, გინდა ამ გვირგვინზე უარის თქმა და რაღაცა შუაში ამ გზის გაწყვეტა, თუ თანახმა იქნები, რომ ბოლომდე როგორც არ უნდა გაგიჭირდეს იბრძოლო და არ დანერგო. ამიტომაც ჩვენ ხალხო, მით უმეტეს როცა არაფერი ესეთი საშინელი ზეწოლა და უბედურება არ გჭირს, დავფიქრდეთ, ნუ გამოვიგონებთ და გამოუგონებთ ერთმანეთს პრობლემებს. დავფიქრდეთ და მადლობა შევწიროთ უფალს იმ სიმშვიდისთვის, რომელშიც თუნდაც ახლა აი აგერ ვარ. გავართ ერთად შეკრებილები, ვისაც საიდან გვინდა, როგორ გვინდა ისე მოვდივართ. მუშაობს ყველაფერი, ტრანსპორტი იქნება თუ რაც იქნება. მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალურია. არა, იდეალური რა თქმა უნდა არაა და უნდა ვეცადოთ, რომ მართლა უმჯობესი და უკეთესი გახდეს ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც და ჩვენი მომავალიც. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დავაფასოთ რაც გვაქვს. თუ უკვე იმას არ უხილდებით, რაც გვაქვს, რაც დღემდე მოსულა, ჩვენ ვერანაირად წინ ვერ წავთ. ვერანაირად ვერ განვითარდებთ. რამდენჯერ უნდა დაიწყო ნოლიდან რაღაცა. რამდენჯერ. წარმოიდგინეთ, ყველა თაობა რო ხელახლა იგონებდეს ბორბალს, ხელახლა იგონებდეს ცეცხლს, ხელახლა იგონებდეს შიდაწვის ძრავას. არა, ეს გამოგონილია და უნდა გამოიყენო, უნდა ისწავლო. გაუფრთხილდეთ ხალხო, რაც ჩვენამდე ვიღაცა ჩვენზე უფროს თუ იმის უფროს კიდე მოუტანია. გაუფრთხილდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთს. გაუფრთხილდეთ ერთი მეორის ყოველდღიურობას და ეს იქნება ესაა ჩვენი საქმე. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სხვის საჩხუბარში რომ თავით ვართ გადაშვებული, ეს არაა ჩვენი საქმე. ჩვენი საქმე არის ამ წუთას რაც აქ გაბარია. თორე დაგვემართება ისე, როგორც ერთ ამბავშია. ცოლი რომ მეზობლის სარეცხს ელაპარაკობდა, სულ ლაქებიან სარეცხს ფენსო ეს ჩვენი მეზობელიო, სულ ლაქებიან რეცხვა არ იცისო მაგ გოგომო, რანაირი ქალიაო, ისე ასე და ერთ დღეს თქვა რომ უიმეო რეცხვა უსწავლიაო, რაღაცა როგორი გაქათქათებული სარეცხი გამოფინა ამ ჩვენმა მეზობელმა. ხო და ნეტა ასე ერთ დღეშიო სხვა მხარ დაურეცხავ არა, ქმარმა უთხრა რომ არა ფანჯრები, ჩვენი ფანჯრები გავწმინდებ. ხო და აი ესეა ხო. ყველამ თავის ფანჯრები გაწმინდოს და ყველამ ისე შეხედოს მერე სხვას. მაცხოვარმა როგორც გითხრა, უკვე თუ თვალი თქვენი სუფთა იყოს, განმარტებული იყოსო, ყოველი გვაბი თქვენი წმინდა და სუფთა იყოს. ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი საქმე რა, რეალურად სად შეგვიძლია კეთილი ნაყოფი გამოვიყოთ, თორე გამოვეკიდებით რაღაცეებს, ვიღაცეებს, არც იქ ვართ, არც აქ ვართ და აპატიეთ არ ვიტყვი ახლა რაღაც უზრდელობებს. ქართული ანდაზისა არ იყოს, ვიღაცა შინარ ვარ გადა, სადღაცა გარბის ქვეყნის საშვებად. ამ დროს აგერ კაცო, რაც შენი საქმეა. ავსპირი არ დაუბანია, ვიღაცა სამეცადინებელია და ამ შემდეგ და იმას არ აკეთებ. ამიტომ ყველა მოდით, ვისაც რა შეგვიძლია, მუშაობა შეუძლია, იმუშაოს. დარიგება შეუძლია, დაარიგოს, სწავლება შეუძლია, ასწავლოს. და ასე შემდეგ, ყველა თავთავისი საქმე აკეთოს. ვისაც კიდე აი ამ ყველაფრის რაღაცნაირად მიმართულების მიცემა შეუძლია, იმან ამ ყველაფერს მიმართულება მიცეს. უბრალოდ ნუ ჩავარდებით ხალხო ხიბლში.
ხიბლი არის ზუსტად საკუთარი ადგილის, საკუთარი რეალობის დაკარგვა. როცა ვიღაცა ამოხტება იქიდან, სადაც უნდა იყოს და ცდილობს მოირგოს ის მდგომარეობა, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნის და არ შეეფერა. და ამაზეა ზუსტად მაცხოვრისგან ნათქვა, რომ ჩავარდებაო ადამიანი იმ ადგილას, რომელიც მომზადებულია ეშმაკისა და მისი მსახურებისთვის. ანუ არა იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო მომზადებული. ეს იწყება ზუსტად აი ამ მოხიბვლით. მოხიბვლით რაღაცა. ბოლო-ბოლო ვიღაცა რომ შენიშვნას არ გაძლევს. ჩვენ თავს მივცეთ შენიშვნა, ჩვენ თავში ჩავიხედოთ, მეტი ვილოცოთ, მეტად გაუფრთხილდეთ მშვიდობას და მეტი უსურვოთ ყველას გადარჩენა, გამძლეობა და რა ვიცი, ფეხზე დგომა. ღმერთმა დაამშვიდოს და დაალაგოს მთელი მსოფლიო, ღმერთმა დაიცვას და გადაარჩინოს ჩვენი ერი და ჩვენი საქართველო. მეტი ვილოცოთ ხალხო, დედა ღვთისმშობელს შევევედოთ, რომ თავისი წილხვედრი ქვეყანა თავისი კალთით დაიფაროს და მშვიდობა მისცეს. გაიხარეთ და დალოცვილები იყავით. კიდევ ერთხელ გმადლობთ ყველაფრისათვის ხალხო. ღმერთმა წყალობა და მშვიდობა არ მოგახდეთ. ჩვენთან არც ღმერთს. მომდევნო კვირის განრიგი იქნება ჩვეულებრივი სამშაბათს ლოცვა, ოთხშაბათს წირვა, ხუთშაბათს პარაკლისი, პარასკევს ლოცვა, შაბათს წირვა და შაბათს ლოცვა და კვირას ისევ წირვა. გაიხარეთ და გაძლიერეთ.